خدا یا خدا ირანის რეჟიმი ოფიციალურად შიგნიდან იშლება. ხედავთ მას შემდეგ, რაც აშშ-ის დამანგრეველმა ზუსტმა დარტყმამ კიდევ ერთი საიდუმლო ბუნკერი გაანადგურა, სადაც მტრის მეთაურები იმყოფებოდნენ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უმაღლეს დონეზე მასიური სამოქალაქო ომი დაიწყო. ამ ეტაპზე, რომ ირანის ლიდერი ვიყო, სხვა ლიდერებს თხოვდი, ჩემთან ახლოს არ მოსულიყვნენ. რადგან როგორც ჩანს, ყოველ ჯერზე, როცა ეს ლიდერები შეხვედრაზე იკრიბებიან, ზუსტი დარტყმა ეცემათ. აი მეტი დეტალი ამ უკანასკნელ შემთხვევაზე. მოდი ახალი ამბით დავიწყებ, ტომი. პრეზიდენტი ამაყობს კიდევ ერთი მასობრივი ირანელი ლიდერების ლიკვიდაციით, რომლებიც ერთად შეიკრიბნენ. პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანის ბევრი ლიდერი, რომლებმაც ქვეყანა ცუდად და არაგონივრულად მართეს, ლიკვიდირებულნი არიან. მან ეს პოსტი ავიადარტყმის ვიდეოსთან ერთად გამოაქვეყნა. ეს ემთხვევა ინფორმაციას Telegram-ის არხიდან, რომ 50-ზე მეტი ირანის მაღალი თანამდებობის პირი ლიკვიდივდა ისრაელისა და აშშ ძალების ერთობლივი დარტყმის შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელი ამ ოპერაციაში მონაწილეობას უარყოფს. ეს მაშინ მოხდა, როცა მთელი მსოფლიო მათი სამაშველო მისიისკენ იყო მიმართული. მაგრამ როგორც ჩანს, Telegram-ზე გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ლიდერები რაღაც მიზეზის გამო კიდევ ერთ მაღალი დონის შეხვედრას ერთ ადგილზე ატარებდნენ. როგორც უკვე თქვი, არ ვიცი, რატომ აგრძელებენ ასე მოქცევას. ეხლა მინდა ერთი რამ განმარტო. ზუსტად არ ვიცით, ეს იყო 50 ადამიანი, რომლებიც ერთ ადგილზე შეხვდნენ, თუ ირანის ლიდერთა საერთო რაოდენობა, რომლებიც ომში აქამდე დაიღუპნენ, ეხლა 50-ს მიაღწია. ეს ის საკითხია, რომელიც რეპორტაჟში არ განმარტულა. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ვიცით. კიდევ უფრო მეტი ირანელი ლიდერი დაიღუპა, რადგან ისინი კვლავ იკრიბებიან ისეთ ადგილებში, რომლებიც უკვე გამშხამნებულია. ეხლა ეს დაღუპები ირანში საინტერესო დილემას ქმნის. ეს ქაოსი იწვევს და ეს ქაოსი რეჟიმის შიგნით სამოქალაქო ომს იწვევს. ზოგი ადამიანი ეხლა ზავისკენ მოუწოდებს. ალბათ ისინი, ვინც როგორც ჩანს, არ სურთ დაიღუპონ. მაგრამ სხვები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან არიან დაკავშირებული, წინააღმდეგი არიან ნებისმიერი მოლაპარაკების. აი, რას გულისხმობ? ეს არის ზავის წინადადება ირანის პრეზიდენტის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირის და მრჩევლისგან. ამ კაცის სახელია მოჰამად ზავად ზარიფი. ის პროფესიონალი დიპლომატია და 2013 წლიდან 2021 წლამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ეხლა კი ის ირანის პრეზიდენტ პესკაზანს აძლევს რჩევებს. ეს არის 26 პუნქტიანი წინადადება, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. პირველი 12 პუნქტი ეხება იმას, რას გააკეთებს ირანი, ხოლო შემდეგი 13 პუნქტი ეხება იმას, რას გააკეთებს შეერთებული შტატები. მოდით თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე გადავხედოთ. პირველი, ირანი იღებს ვალდებულებას, რომ არასოდეს ეცდება ბირთვული იარაღის შექმნას. მეორე, ირანი გააზავებს გამდიდრებულ ურანს 3.77%-ზე ნაკლებ დონემდე. მესამე, მოახდინოს IAEA-ის დამატებითი პროტოკოლის რატიფიცირება მუდმივი მონიტორინგისთვის. მეოთხე, უზრუნველყოს უსაფრთხო კომერციული გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში ომანთან ერთად. მეხუთე, გააფორმოს მუდმივი არაგრესიის პაქტი შეერთებულ შტატებთან. მეექვსე, მიიღოს მონონაწილეობა რეგიონული უსაფრთხოების ჩარჩოში. მეშვიდე, გადასცეს გამდიდრებული ურანი და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობა რეგიონულ გამდიდრების კონსორციუმს. მერვე, მოხსნას ტერორიზმთან დაკავშირებული ნიშნულები შეერთებულ შტატებზე. მეცხრე, აღადგინოს დიპლომატიური და საკონსულო არხები შეერთებულ შტატებთან. მეათე, მოხსნას მოგზაურობის შეზღუდვები აშშ-ის მოქალაქეებზე. მეთერთმეტე, მოიწვიოს ნავთობის კომპანიები, მათ შორის ამერიკული კომპანიებიც, ექსპორტის ხელშეწყობისთვის. მეთორმეტე, ჩინეთი, რუსეთი და შესაძლოა რეგიონული სახელმწიფოები გახდნენ შეერთებულ შტატებთან არაგრესიის შეთანხმების გარანტორები. ეხლა ცოტა ხანში ვისაუბრებთ, რამდენად გონივრულია ეს პუნქტები, მაგრამ ჯერ მოდით გავიაროთ ამერიკის შეერთებული შტატების პუნქტებიც, ძირითადად ის საკითხები, რომელთა შესრულებასაც ირანი აშშ-სგან ელოდება. პირველი, მოხსნას ირანზე აშშ-ის ცალმხრივი სანქციები. მეორე, მისცეს ირანს ნავთობის თავისუფლად ექსპორტის უფლება. მესამე, მიიღოს ის, რომ ირანს დარჩება ბირთვული პროგრამის არასამხედრო ნაწილი და არ მოითხოვოს ნულოვანი გამდიდრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. მეოთხე, შეწყვიტოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ირანის წინააღმდეგ. მეხუთე, მისცეს ირანს ნორმალურად მონაწილეობა გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში. მეექვსე, გააფორმოს მუდმივი არაგრესიის პაქტი ირანთან. ისევ მეექვსე, დააფინანსოს ირანში აღდგენის სამუშაოები. მეშვიდე, აუნაზღაუროს ირანის სამოქალაქო მოსახლეობას დანაკარგები. მერვე, მიიღოს მონაწილეობა რეგიონული უსაფრთხოების ჩარჩოში. მეცხრე, დაეხმაროს რეგიონული გამდიდრების კონსორციუმის შექმნაში. მეათე, მოხსნას ირანისთვის ტერორიზმთან დაკავშირებული აღნიშვნები. მეთერთმეტე, აღადგინოს დიპლომატიური საკონსულო არხები ირანთან. მეთორმეტე, მოხსნას მოგზაურობის შეზღუდვები ირანის მოქალაქეებზე. და მეცამეტე, ითანამშრომლოს ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიურ პროექტებზე. ეხლა საინტერესოა ის, რომ ეს ყველაზე ცუდი გეგმა არ არის. ანუ ეს არ არის მაქსიმალისტური მოთხოვნები, რომელსაც ირანის ოფიციალური პირები სოციალურ მედიაში აყენებენ. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს არც ის მაქსიმალისტური მოთხოვნებია, რომელსაც ირანი ხედავს, რომ აშშ-ს მხარე აყენებს. ასე რომ, ეს შეთავაზება რაღაც შუაშია. ცუდი საწყისი წერტილი არ არის.
ეხლა ის საკითხები, რომლებიც რეალურად შექმნის პრობლემებს, რა თქმა უნდა, გამდიდრების პროგრამა. ირანი ამბობს, რომ არ აპირებს მის დათმობას, ხოლო შეერთებული შტატები ძალიან მტკიცედ აცხადებს, რომ სურს ირანმა უბრალოდ დათმოს გამდიდრების პროგრამა. და თუ მათ სურთ გააგრძელონ ბირთვული ენერგიის პროგრამა, შეუძლიათ უბრალოდ შეიძინონ ურანი სხვა ქვეყნიდან. ამას უკვე ბევრი ქვეყანა აკეთებს სოფლიოში. ასე რომ, ეს ნამდვილად დიდი საკითხი იქნება მოლაპარაკებების დროს, როგორც ადრე იყო, როცა აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ეხლა, სხვა საკითხები, რომელსაც ეს წინადადება არ ეხება, არის ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. ეს ისაა, რისი შეზღუდვაც აშშ-ს სურს, თუაც აშშ-ს სურს. ანუ არა აუცილებლად მოხსნა, არამედ ძირითადად შეზღუდვა მხოლოდ იმ ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებიც ირანს აქვს თვითდაცვისთვის. და ბოლო საკითხია, რა თქმა უნდა, ირანის მიერ რეგიონში პროქსი ჯგუფების დაფინანსება, როგორიცაა ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუთები. ეს წინადადება საერთოდ არ ეხება ამ საკითხს. და ეს არის ის, რასაც ამერიკული მხარე, ან სულ მცირე ტრამპის ადმინისტრაცია ობამას შეთანხმების ერთ-ერთ ნაკლად მიიჩნევდა, იმ JCPOS, რომელიც 2015 წელს ვიხილეთ. მან ირანის ბირთვულ პროგრამას ნამდვილად შეეხო, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მაინც სჯობდა არაფერს. მაგრამ მან არ განიხილა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, ან მისი სხვა ჯგუფების დაფინანსება. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი პირველი ვადის განმავლობაში შეთანხმებიდან გავიდა. ეხლა კიდევ ერთი რამ, რასაც ეს წინადადება თითქოს მიანიშნებს, მაგრამ ბევრ დეტალს არ გვაწვდის, არის ჰორმუზის სრუტე, რომელზეც რა თქმა უნდა ირანი აცხადებს, რომ ახლა დაიწყებს გადასახადის დაკისრებას ყველა გემისთვის, რომელიც სრუტეში გავლას მოისურვებს. მაგრამ რეალურად ეს უბრალოდ არასდროს მოხდება. დაფიქრდით, როგორი სამყაროსკენ დაგვაბრუნებს ეს? ეს გავს 200 წლის წინანდელ პერიოდს, როცა ქვეყნები გადასახადს აკისრებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სრუტე მათ საზღვარზე იყო. თუ ირანი ამას დაიწყებს, მაშინ სხვა ქვეყნებიც იგივე სურვილი გაუჩნდებათ. ეს ნიშნავს, რომ ესპანეთს შეუძლია გადასახადი დააწესოს თავის სრუტეზე, გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია გადასახადი დააწესოს თავის სრუტეზე და შემდეგ დანიასაც შეუძლია გადასახადი დააწესოს. დანიური სრუტე. რა თქმა უნდა, არც ერთი ქვეყანა არ ისურვებს ამის გაკეთებას და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებსაც არ სურთ, რომ სხვა ქვეყნებმა ასე მოიქცნენ. ამიტომაც საკმაოდ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ირანი ომის შემდეგ ვერ შეძლებს გადასახადის დაწესებას. მაგრამ ის, რასაც ირანი შეძლებს ამ წინადადების წამოყენებით, ძირითადად იქნება ის, რომ მიიღოს სხვა დათმობები იმ პირობით, რომ ითქვის, ნახეთ, ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ჰორმუზის სრუტეში. ეხლა კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა გაუზიარო ამ წინადადებასთან დაკავშირებით არის ის, რომ ამ წინადადებასთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ალბათ უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაქვეყნა საავტორო სტატია ჟურნალ Foreign Affairs-ში. ამ საავტორო სტატიაში ის ამტკიცებს, რომ ირანი რეალურად არ აგებს ამ ომს. მაგრამ მიზეზი, რის გამოც მას სურს, რომ ირანმა მოლაპარაკება აწარმოოს ცეცხლის შეწყვეტაზე ან სამშვიდობო შეთანხმებაზე, არის ის, რომ თუ ომი გამწვავდება, ეს ნიშნავს მეტ ზიანს ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და მეტ ზიანს თავად მშვიდობიან მოსახლეობაზე. და სწორედ ამიტომ აპენებს ის ამ წინადადებას, რომელსაც იმედოვნებს, რომ ორივე მხარე სერიოზულად მიიღებს. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ძალიან გავლენიანია ირანში და რა თქმა უნდა, ამჟამად ირანის პრეზიდენტის მჭიდრო მრჩეველია, არ ჩანს, რომ ამ წინადადებას პერსპექტივა აქვს. და ეს იმიტომ, რომ ირანის რევოლუციური გვარდია ძალიან წინააღმდეგია და ისინი საჯაროდ გამოდიან ამ წინადადების წინააღმდეგ, რომელიც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა წამოაყენა. როცა ვამბობ, რომ გამოდიან, დიპლომატიურად გულისხმობ, რადგან ისინი ბევრად მეც აკეთებენ, ვიდრე უბრალოდ განცხადებებს. ისინი პირდაპირ ამ კაცის სიკვდილს ითხოვენ. მოусმინეთ, მაგრამ მანამდე უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ. დააჭირეთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს. ჩვენი არხი რაღაც ტიპის ჭრილოვან ბანს განიცდის. ზუსტად არ ვიცით რა ხდება, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა ნამდვილად დაგვეხმარება ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში, რაც არ უნდა გქონდეს. იმედი გვაქვს, ასე იქნება. ზუსტად არ ვიცით, როგორ მუშაობს YouTube-ის ალგორითმი. ეს ერთგვარი შავი ყუთია, მაგრამ როცა თქვენ გვიჭერთ მხარს, ეს ნამდვილად ვეხმარება. ეხლა კი, აი კლიპი. ბატონო ზარიფ, გაქვთ 3 დღე რომ თქვათ შეცდომა დაუშვით. მეოთხე ღამეს ხალხს შეუკრებდა თქვენს სახლში მოვათ, ხლში მოვათ. უსაფრთხოების პატონებო, ჯერ კიდევ ველოდებით, რომ პატონი ზარიფი აღიარებს, რომ ამერიკაზე გაყიდულია. ჩვენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ვაკვირდებით. ზოგიერთ ამ ომში ნაკაწრიც კი არ მიუღია. ამიერიდან მოღალატეების ბედს ქუჩაში მყოფი ხალხი გადაწყვეტს. ეხლა ესეთი სიტყვები მხოლოდ საჯარო მიტინგებზე აღარ ისმოდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამაც დაიწყო ამ სამშვიდობო წინადადების წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლას საკუთარ გადაცემებში. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აშკარად აქვს გავლენა ირანში. მაგრამ ჩანს, რომ ირანის რევოლუციური გვარდია საერთოდ არ აპირებს მოლაპარაკებას ამ ეტაპზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რას უნდა ირანის რევოლუციურ გვარდიას, ჩანს, რომ ვიცით,
მოლაპარაკებები მაინც მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ტრამპმა ახლახან კვირას დაადასტურა, რომ სტივ ვიტკოპი და ჯერედ კუშნერი ირანთან საუბრობენ და ეს მოლაპარაკებები წინ მიიწევს. სინამდვილეში ერთ მომენტში ჩანდა, რომ პირისპირ შეხვედრა ძალიან მალე გაიმართებოდა. მაგრამ შემდეგ ირანმა მეტი დრო ითხოვა და სწორედ მაშინ შეერთებულმა შტატებმა B1 ხიდზე დარტყმით უპასუხა. ეს ესკალაცია იმიტომ მოხდა, რომ შეერთებული შტატების თვალსაზრისით ჩანდა, თითქოს ირანი ცდილობდა დროის გაწელვას და ამიტომ ესკალაცია უფრო გაფრთხილებას წარმოადგენდა. ეს სწორედ ისაა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა უთხრა Axios. თუმცა ამ ინტერვიუს შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს განცხადება გამოაქვეყნა თავის Twitter-ზე. სამშაბათი იქნება ენერგეტიკული გეგმის დღე და ხიდის დღე, ორივე ერთად. ასეთი რამ არ ყოფილა. გააღეთ ეს წეულის სრუტე, თქვენ გიჟებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ. ნახავთ. ეხლა ამ განცხადებასთან დაკავშირებით რამდენიმე რამეს მიაქციეთ ყურადღება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს აშკარად მიანიშნებს სერიოზულ ესკალაციაზე, რომელიც ირანში ბევრ პრობლემას შექმნის, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მაგრამ ამასთან ერთად ეს განცხადება კონკრეტულად ითხოვს ჰორმუზის სრუტის გახსნას. ის არ ითხოვს ბირთვულ შეთანხმებას, მშვიდობის შეთანხმებას ან ცეცხლის შეწყვეტას. ის უბრალოდ ითხოვს, რომ ირანმა მეტი გემი გაატაროს. ამ განცხადების გარდა პრეზიდენტმა ტრამპმაც დაადასტურა, რომ ირანელ მოლაპარაკებლებს მიენიჭათ იმუნიტეტი, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ იქნებიან სამიზნე ამ დარტყმებში, სანამ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მოლაპარაკებებს. რაკებებს. მან ასევე დაამატა, რომ ირანმა თითქმის უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებებზე, რაც ნიშნავს, რომ ამ საკითხზე დათმეს პოზიცია. სინამდვილეში მისი თქმით, უმეტეს საკითხზე დათმეს პოზიცია. ეხლა აქ მინდა ერთი რამ განმარტო. ირანი ყოველთვის ამბობდა, რომ ბირთვული იარაღი არ სურს. საკითხი ისაა, რომ კულისებში ისინი რეალურად მუშაობენ ბირთვული იარაღის შექმნისკენ, ურანის 70%-მდე გამდიდრებით და რა თქმა უნდა, მასიური ბალისტიკური რაკეტების ფარის აშენებით. ირანის გეგმა საკმაოდ ნათელი იყო ამ ომის დაწყებამდე. შეექმნათ იმდენი რაკეტა, რომ არც ერთ ქვეყანას ირანზე თავდასხმა არ გაებედა. და შემდეგ ისინი გადავლენ ბირთვულ იარაღზე. ფაქტობრივად 70%-იანი ურანიდან პირდაპირ ბომბამდე მიიყვანენ პროცესს. ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი თუ ირანი ამბობს, რომ ბირთვული იარაღი არ სურს, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ამას ისინი ყოველთვის ამბობდნენ. მიუხედავად ამისა, რადგან კულისებს მიღმა მიმდინარე მოვლენებზე ვსაუბრობთ, პრეზიდენტმა ტრამპმა ახლახან საინტერესო რამ გაამჟავნა იანვარში ირანში გამართული პროტესტის შესახებ. გახსოვთ, როცა მილიონობით ირანელი ქუჩებში გამოვიდა და რეჟიმის შეცვლას ითხოვდა. და შემდეგ რეჟიმმა 10,000-დან 45,000-მდე ადამიანი მოკლა მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. აბა, გამოიცანით რა. როგორც ჩანს, აშშ-ო ცდილობდა დემონსტრანტებისთვის იარაღის გაგზავნით დახმარებას, მაგრამ სამწუხაროდ ეს იარაღი ადრესატამდე ვერ მივიდა. Pousminეთ რა მოხდა. ეხლა პრეზიდენტმა ასევე გაამჟღავნა ახალი დეტალები იმის შესახებ, რაც წელს ადრე მოხდა, როცა ირანის რეჟიმი ქუჩებში გამოვიდა და პრეზიდენტის თქმით საკუთარ ქვეყანაში 85,000 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანელ დემონსტრანტებს იარაღი გაუგზავნა. მან მითხრა, რომ ჩვენ ბევრი იარაღი გაუგზავნეთ ქურთებსაც და პრეზიდენტის თქმით მას გონია, რომ ქურთებმა ისინი დაიტოვეს. მან ასევე თქვა, რომ დემონსტრანტებსაც გაუგზავნეთ იარაღი, ბევრი იარაღი. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მნიშვნელოვანი სათაური ჩემი საუბრიდან პრეზიდენტ ტრამპთან, ეს ყველაფერი ხდება ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებიდან ერთ თვეზე მეტი დროის შემდეგ და მას მოჰყვა ის წარმატებული ამერიკული ოპერაცია, რომლის დროსაც ღამით ირანის ტერიტორიაზე ჩარჩენილი ამერიკელი სამხედროს გადარჩენა მოხდა. თავად პრეზიდენტმა გასცა ამ ოპერაციის ჩატარების ბრძანება მას შემდეგ, რაც შაბათ-დილით CIA-მ დაადასტურა, რომ იპოვეს ის ადგილი, სადაც იმ F-15-ის ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, რომელიც პარასკევს ჩამოაგდეს. კიდევ ერთხელ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასობით ამერიკელი სპეციალური დანიშნულების ჯარისკაცი გაეგზავნა ირანის ტერიტორიაზე და წარმატებით გამოეყვანა ის ამერიკელი სამხედრო. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ჰორმუზის სრუტეს, როგორც იცით, ეს გლობალურ კრიზისად იქცა და ქვეყნები ახლა უფრო მეტად მზად არიან, რომ ჩაერთონ და დაეხმარონ სრუტის გახსნაში. სინამდვილეში, უკრაინამ ახლახან შესთავაზა შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნაზე თანამშრომლობა. და გახსოვდეთ, ისინი უკვე 4 წელზე მეტია, რაც თავსდებიან შაჰედ დრონებსა და FPV დრონებს. სოფლიოში არავის აქვს უკეთესი ჩაჭრის მაჩვენებელი, ვიდრე უკრაინის ძალებს. ასე რომ, მათი დახმარება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. მოусმინეთ, რას ამბობს ახლახან უკრაინის პრეზიდენტი. დღევანდელი მდგომარეობით მე ვერ ვხედავ შესაძლებლობები თუ როგორ შეიძლება ერთმა ან მეორე ქვეყანამ ეს გამბლოკოს მე არ ვხედავ. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთობლივი ნაბიჯებია გამოსავალი. რა თქმა უნდა, გვაქვს შავი ზღვის მიერ ჩვენი სასურსათო დერეფნის დაბლოკვის გამოცდილება. და რა ხდებოდა ომის წლებში? პირველ წელს ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. ომის დროსაც კი ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს რებს რუსებთან თურქეთის შუამავლობით. ეს სასურსათო კორიდორი უნდა მუშაობდეს, რადგან საქმე არ ეხება მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს. საუბარია რუსეთზე, რომელიც ბლოკავს საკვებს სხვა კონტინენტებისთვის.
მე ვფიქრობ, რომ დეფიციტის მდგომარეობა მსგავსია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორს ეხებოდა. აქ კი საქმე ენერგეტიკას ეხება. ჩემი აზრით, ჩემი გამოცდილებით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? პირველ რიგში ეს არის პარალელური მიმართულებები. ომი და ენერგეტიკის მოლაპარაკება. ჩემი აზრით, ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს ორი ერთმანეთთან არ უნდა დავაკავშიროთ. რაც ჩვენ გქონდა, რუსეთმა დაბლოკა ეს დერეფანი, შავი ზღვის დერეფანი და მათ სურდათ ეს ერთხელ გაეკეთებინათ მეორედაც. თავდაპირველად თვეში ერთხელ აკეთებდნენ, შემდეგ კვირაში ერთხელ და ბოლოს თითქმის ყოველ დღე დაიწყეს მისი დაბლოკვა. ამიტომ გამოვედით ამ მოლაპარაკებიდან და მივხვდით, როგორ გვემართა ეს დერეფანი დამოუკიდებლად. ეს არის მეორე ნაბიჯი. ამისთვის სჭირდებათ ჩამჭერები, სჭირდებათ სამხედრო ესკორტი, ასევე ელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსება, მათ შორის ტანკერებზე ან გემებზე, რომლებზეც უნდა დააყენოთ ეს სისტემები. ასე რომ ეს დიდი პროგრამაა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამაში. მაგრამ ჩემი აზრით, ეხლა ჩვენ არ ვართ ჩართული ხორმუზის საკითხში. ასე რომ არავის უკითხავს ჩვენთვის ამის შესახებ. ამიტომაც უბრალოდ უზიარებთ ჩვენს ცოდნას. და თუ მხარეებს მოუნდებათ, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს. და შემდეგ გვაქვს განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ აშშ-თან, თუ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ძალა იქნება გამოყენებული. არაბთა გაერთიანებული საამიროები ამბობს, რომ ხორმუზის სრუტე ვერ იქნება ერთი ქვეყნის მძევალი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მზად არის შეუერთდეს ნებისმიერ ამერიკის ხელმძღვანელობით ძალისხმევას ხორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება პროცესში და ირანზე უფრო მეტი ზეწოლა ხორციელდება. და მომავალი კვირა ბევრს გვეტყვის იმის შესახებ, რამდენად საშიში შეიძლება გახდეს ეს ომი.